ჩვენი თანამშრომლობა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან განსაკუთრებით ფასეულია, რადგან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მხარდაჭერა აღმოუჩინოთ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაასდეს ქვეყნის მთლიანობისა და ერთიანობისათვის. ამიტომაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, როდესაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან, თურქეთის საქართველოს ელჩთან ბატონ ალი ქაანორბაისთან, ბატონ კობა კობალაძესთან ერთად ვიმყოფებოდით პროექტის გადაცემის ცერემონიაზე. მობილური კლინიკა, რომელიც პროექტის ფარგლებში გადაეცა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით, რომელიც საშუალებას მისცემს ექიმებს, სპეციალისტებს დაუბრკოლებლივ გადაადგილდნენ რეგიონებში, ადგილზე ჩაატარონ სამედიცინო გამოკვლევები, დიაგნოსტირება და მოახდინონ პაციენტების გადამისამართება საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან. ეს და სხვა არაერთი პროექტი, რომელსაც თიკა ახორციელებს საქართველოში, კიდევ უფრო მეტად განავითარებს და გააღრმავებს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორთან საქართველოსთან თურქეთის ურთიერთობებს.